ბატონ გიორგი, ალბათ ამ თორნიკე რიჟვაძის ამბავთან დაკავშირებით ჯერჯერობით ხო არ გვაქვს ბევრი ინფორმაცია, მაგრამ გამომდინარე იქედან და იმ ინფორმაციიდან რაც უძღოდა, წინა პირობებს გულისხმობ, რაც უძღოდა ამ ამბავს წინ და გამომდინარე ზოგადად იმ რეალობიდან, ხო რა სისტემის პირობებში ვცხოვრობთ ჩვენ ყველა, რა შეგვიძლია ვთქვათ ამ დროისთვის, ბატონ გიორგი, რა გზავნილია ეს პირველ რიგში სისტემის მხრიდან და რა გზავნილია პირველ რიგში თავად ივანიშვილის გარემოცვისთვის. პირველ რიგში თორნიკე რიჟვაძეს ვსურვებ გამოჯანმრთელებას და მხნეობას მის ოჯახს. ნამდვილად გიერთდებით ბატონ გიორგი, მეც ასევე ვუსურვებ ჯანმრთელობას. ყველაფერი ამით ნათლად ჩანს ის, რომ ოლიგარქის კარზე რაოდენ უსიტყვოდ შესრულებელიც არ უნდა იყო ნებისმიერი დავალების რეჟიმი მაშინ გაგისწორდება, როცა ამის საჭირო ჩათვლის და ალბათ ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ამ შემთხვევაში და ზოგადადაც ქვეყანაში რომ წარმოუდგენლად დიდი ქაოსი გვაქვს უკვე და რეჟიმი ამ ქაოსში ძალიან აქტიურად შეგვიყვანა, ესეც ძალიან კარგად ჩანს. წარმოუდგენელი მასშტაბის უკვე კრიმინალი, მაფიოზური გარჩევები და სრული ქაოსი. ეს არის რეჟიმის დღევანდელი სახე და თუ ეს დროზე არ დასრულდა ესეთი ტიპის ამბები შეიძლება ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ ამბებად იქცეს, ისე როგორც შევეგუეთ იმას, რომ ვიღაცებს რა ვიცი, როცა უნდა მაშინ დაიჭერენ, როცა უნდა მაშინ ცემენ. ეხლა ეგ იყო ხოლმე დარჩენილი, რომ რაღაცა მკვლელობის ხელობები ან მკვლელობებზე გადასულიყო რეჟიმი და ამიტომაც არის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებელი. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია ცხოვრების გაგრძელება იმ პირობებში, რაშიც ვართ. რაც შეეხება იმას, რაც თქვენ მკითხეთ, იმ ინფორმაციით, რაც გვაქვს, საერთოდ არ ვიცი, როგორ შეიძლება ჩვენ ვინდოთ რეჟიმის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებს, ეხლა სინდის პატიმრების საქმე და იქ შესაძლოა პროკურატურის განცხადებები ოფიციალური დააშენებენ. ამ ყველაფერს თავი დავანებოთ. აი ეს სულ ბოლოს ხო გვახსოვს კაცო ბაჩიაშვილის დაკავებაზე რა განცხადება ჰქონდა რეჟიმს, ხო? ის დააკავეს ეგრეთ წოდებულ მწვანე ზოლთან მოსეიფზე. ეგ იყო მათი განცხადება და რეალობა რა აღმოჩნდა, ხო ყველამ კარგად ვნახეთ. ამ და სხვა ბევრი ამბის გათვალისწინებით, ალბათ, რა ვიცი, ცალსახად არ უნდა ვენდოთ იმ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელსაც რეჟიმი აქვეყნებს. მაგრამ ბატონ გიორგი, სულ უფრო სახიფათო ხდება, ხო? აი ამ რეჟიმის პირობებში ნებისმიერი ადამიანისთვის. აქ უკვე როგორც ხედავთ, აღარ აქვს მნიშვნელობა ოპონენტი იქნება და დღეს სხვათა შორის აი ოპოზიციის წარმომადგენლები სწორედ ნუგზარ ფუტკარაძის ამბავს იხსენებდნენ, რომ ამ სისტემისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა. ის კლავს ყველას პრაქტიკულად შეგვიძლია ასე ვთქვათ, იქნება ეს ოპონენტი, თუ იქნება ის მისი წიაღიდან წამოსული და ამ სისტემის ფორმირებაში საკმაოდ აქტიური როლის მქონე ადამიანებიც კი. ასეა, ბატონ გიორგი? ეგ ხო ესეც ხდება ხოლმე. ზოგადად ამ ტიპის რეჟიმები საბოლოო ჯამში იმ ხალხს შეიწირავს ბოლოს, ვინც რეჟიმის გამაგრებას ხელს უწყობდა, ან რეჟიმის მთავარი ფიგურები იყვნენ, ჭანჭიკებით იწყებდნენ და მერე რა ვიცი, მთავარ ფიგურებამდე წადიან ხოლმე. უბრალოდ სხვა რამეს მინდა ხაზი გავუსვე ახლა. რომ დაუჯეროთ იმას, რასაც რეჟიმი გვეუბნება. რასთან გვაქვს ხო საბოლოო ჯამში საქმე 36 წლის ადამიანს იმ მასშტაბის ზეწოლა გაუკეთეს, რომ მან თვითმკვლელობა გადაწყვიტა. ალბათ წარმოგვიდგენია ხო რა უნდა ყოფილიყო ზეწოლის რა მასშტაბი უნდა ყოფილიყო, არ ვიცი, ოჯახზეც არის საუბარი ამ წელს თუ გავყვებით ოფიციალურად გამოქვეყნებულ ამბებს. ალბათ ოჯახზე დაემუქრნენ და ასე შემდეგ. ეგ ხო ბევრად უფრო ვარესია რეჟიმისთვის, ვინდრე თუნდაც ის რომ რაღაც საქმის გარჩევისთვის ვიღაცამ მას იარაღი ესროლა. ამიტომ ვერ ვხვდები რა ის წესრიგი შემოგთავაზა დღეს რეჟიმმა. ჩემი აზრით მათთვის ბევრად უფრო ვარესი ადამიანი თვითმკვლელობამდე რომ მიიყვანეს ზეწოლით, ვინ გააკეთა ეს ზეწოლა? ხო ყველამ კარგად ვიცით რომ ერთადერთი ადამიანი ვისაც ამ ქვეყანაში თორნიკე რიჟვაძეზე და ამ მასშტაბის ადამიანებზე ზეწოლა შეეძლო, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სხვა არსებობს კიდევ ვინმე ესეთი, ვისაც შეეძლო კი ბატონო და ბატონ გიორგი, ზუსტად ბიძინა ივანიშვილი. მოდით ხო მართლა ვილაპარაკოთ იმაზე, აი წერილზე, რომელიც გაავრცელა სახელმწიფო მედიამ და რამდენად შეიძლება ეს იყოს რაღაც რეალურად იმ ადამიანის დაწერილი, რომ დავუშვათ, რომ ადამიანმა გადაწყვიტა აი ასე დაასრულო საკუთარი სიცოცხლე, მაგალითად ვერ უძლებს ზეწოლას, ხო? ბიძინ ჯერ დაიწყო იმით, რომ ალექსი არაფერ შუაშიაო, ალექსი ახვლედიანი, ვის სახლშიც იყო ის მისული და იქ მოხდა ეს ინციდენტი, ხო, საგარეჯოში, ალექსი ახვლედიანთან იმყოფებოდა და მე ბიძინას ვთხოვო, რომ ჩემი ოჯახის წევრები დაიცვასო. აი ეს როგორ შეიძლება აიხსნას ეს ბატონ გიორგი თქვენთვის რა შეიძლება გითხარით თამარო რეჟიმის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის ბუნებრივი არ მჯერა ყველაფერი
იქიდან გამომდინარე, რაც რეჟიმის ბოლო პერიოდში გაუცელებია და ზოგადად რეჟიმი დგას თავიდან ბოლომდე სიცრუეზე, მაგრამ მაგ ლოგიკასაც რომ გავყვეთ. კიდევ ერთხელ მეორე, ანუ ძალიან ცალსახაა, რომ ბევრად უფრო ვარესი რამ გაუკეთებია მაშინ რეჟიმს. იმ მასშტაბის დაწოლა განუხორციელებია რიჟვაძეზე, რომ ამ ადამიანმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა. ეს როგორ არის მათთვის უკეთესი, მე ეს არ მესმის. არც ის მესმის, რომ ვინმე სჯეროდეს ამ ქვეყანაში, რომ კიდე სხვა მეორე ადამიანიც არსებობს, ვისაც შეუძლია რიჟვაძეს და ამ დონის ფიგურებზე ეს ეწოლა გააკეთოს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ხო ან ყოველ შემთხვევაში მასთან აშკარა შეთანხმების გარეშე. ამიტომ კიდევ უფრო მეტად მძიმედ გვაქვს მართლა საქმე. მართლა ბოლომდე სრულ ქაოსში ვართ შესული და რაღაცა წარმოუდგენელ კრიმინალურ ამბებს უყურებთ ყველა ჩვენთაგანი ყოველდღიურად და ეს ყველაფერი სწრაფად არ დასრულა, რაც თავში იგივე უნდა გამებეორო. არ უნდა იქცეს ეს რაღაცა ყოველდღიურ ცხოვრებად ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ არის საშიში ეს ყველაფერი, რაც რეალურად ხდება ახლა. დიახ, ბატონო გიორგი, ახლა თქვენ ძალიან კარგად იცით, მათ შორის ახლა რიჟვაძის თუ მისი მამის საქმიანობასაც ძალიან კარგად იცნობთ ამ რეგიონში და მე არ ვიცი მართლა კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას უსურებ პირველ რიგში თორნიკე რიჟვაძეს, მაგრამ მას შემდეგ რაც ის გადააყენეს, გაუშვეს ხო თანამდებობიდან, ნახეთ სხვა შორის ირაკლი ღარიბაშვილი იყო დღეს მის სანახავად მისული, ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენელი სარჯოლაძის გარდა კლინიკაში ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ გამოჩენილა. საუბარი იყო სწორედ ამაზე, ბატონო გიორგი, რომ მას თხოვდნენ გარკვეული თანხის მიტანას, მის წინააღმდეგ ისმოდა საკმაოდ მძიმე ბრალდებები და ალბათ მძიმე ტიპის პასუხისმგებლობაც სავარაუდოდ ემუქრებოდა და ასევე ნახსენები იყო არა მხოლოდ თორნიკე რიჟვაძე, ნახსენები იყო მამამისიც და ამას ამ ჯერჯერობით გაურკვეველი წარმოშობის ვერ დავადასტურებთ ამ წერილშიც წერს. თავად თორნიკე რიჟვაძე როგორც სახელისუფლებო მედია გვიმტკიცებს. აი რა იცით ბატონო გიორგი, რა ტიპის პასუხისგებას თხოვდნენ მას შემდეგ რაც გაუშვეს ის თანამდებობიდან, რამდენად მძიმე და სერიოზული შეიძლებოდა ყოფილიყო მის წინააღმდეგ ეს ზეწოლა და რა მიმართულებით? ბაშურის არამარტო ის უბედურება მოხდა თორნიკე რიჟვაძის თავს, არამედ მეორე და მთავარი ამბავი ალბათ ისიც არის, რომ სახელმწიფო მედიები თუ რა ვიცი პროპაგანდისტული რეჟიმის პროპაგანდისტული მედიები პროაქტიულად აუხსენებდნენ განცხადებას იმაზე, რომ თორნიკე რიჟვაძე რაღაც ეს კორუფციული გარიგებებისა და რაღაცა ნარკოტიკებთან დაკავშირებული ამბავის გამო განიცდიდაო მოკლედო ზეწოლას, ანუ იმას, რასაც ყველა საუბრობდა, მაგრამ პოლიტიკოსები ვერ იდებოდით ეთერებში საუბარს, რომ რაღაც საუბარი მათ შორის შესაძლოა ყოფილიყო ნარკოტიკები თვითონ რეჟიმმა გაუქცევა დღეს თორნიკე რიჟვაძეს და კიდევ ერთხელ კარგად ჩანს რეჟიმის ბუნება აქვს. ხო, რასაც თავში ვამბობდით, რომ რა დონის უსიტყვო შემსრულებელიც არ უნდა იყო ამ რეჟიმის ნებისმიერი მითითების, საბოლოო ჯამში ისე გადაგივლის რეჟიმი, როგორც რა ვიცი, უკანასკნელ მტერს ალბათ რეჟიმისაც, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიდის აქამდე. ეხლა რაც შეეხება იმას, რატო აკეთებს ამას ალბათ ბიძინა ივანიშვილი, ამაზეც ბევრია ხო საუბარი და თორნიკე რიჟვაძე არ არის ერთადერთი და მისი მამა, ვისაც ესე გავრცელებული ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილი ბევრ ფულს თხოვს. გუშინ ცნობილი ბიზნესმენის დაკავება, მანამდე კიდე მინისტრის მოადგილის, კიდე ცოტა უფრო ადრე ბაჩიაშვილის და სხვა ბევრი ადამიანის ამბავი, როგორც ჩანს, ეს არის რაღაცა ერთი გეგმის შემადგენელი ნაწილი და რა ვიცი, ესე შეიძლება მარტივად ჩანს, მაგრამ ალბათ რეალობაშიც ეგ არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა რომელმაც ამ სანქციებით და იზოლირებით ცივილიზებული სამყაროდან საკმაოდ დიდი თანხა დაკარგა, უცებ გამოიხედა გვერდი და აღმოაჩინა, რომ მის ირგვლივ აქ ადამიანები, მათ შორის მისი ესე ვთქვათ უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშაც ძალიან გამდიდრებულან და რაღაცა ფორმით ცდილობს კომპენსირებას ყველაფერი იმისას, რაც მან სანქციებით დაკარგა. და ამ ყველაფრის შედეგია ალბათ ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, როცა დაერია ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფიქრობს, რომ უფრო მეტი ფული აქვს უკვე, ვიდრე ქონდა დასაშვები მოსაყარი და თხოვს უკან მოტანას. და ეგ ამბავი როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ, რა ვიცი, ჩინოვნიკსა თუ ბიზნესმენზე გავიგებთ ჩვენ იმ ამბავს, როცა ბიძინა ივანიშვილი მათ ფულის უკან მოტანას თხოვს. კი ბატონო და ნახოთ ისე საინტერესოა ალექსი ახვლედიანიც რას იტყვის ამ ვითარებაში, მე ვახსენე უკვე რომ მისი გვარიც პირველად არ გვესმის მსგავს ვითარებაში. ეს ყვარი ადამიანი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული, რომელიც ესეთი ტიპის საქმეებისთვის გამოიყენება ხოლმე და რა თქმა უნდა ის არ არის პირველი გვახსოვს მისი სხვა საქმეების და ფაქტია, რომ სახლის გასარჩევად ყავდათ იმ სახლში მათ თორნიკე რიჟვაძე მიყვანა.
კი ბატონო და ბოლოს ბატონო გიორგი მე მინდა რომ აი რითიც დავიწყეთ პრაქტიკულად იმით დავასრულოთ თქვენ რას ეტყოდით ახლა იმ ადამიანებს ვისაც გონია რომ ჯერ კიდევ რჩება ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში ან თუ არიან ასეთები რა სიგნალი უნდა იყოს უბრალოდ რა ტიპის რეალობა მოცემულობა რომელიც უნდა მიიღონ უკვე და კარგად გაიაზროს ყველა მე ვფიქრობ რომ ხდება ეს ადამიანები იმას რომ ურთულეს მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და ჩააგდეს ქვეყანა წარმოუდგენელია გუშინ ზარალას იარაღზე დაკავების გამო ან თორნიკე ჟვაძის დღევანდელი შემთხვევის გამო ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი თუ არ ვიცი ამ რაღაცა რეჟიმის ვერტიკალში მყოფი მაღალჩინოსნები ვერ ხვდებოდნენ იმას რომ მათი დროც ძალიან ახლოს არის მათი დროც მოვალ და ეს ყველაფერი არის ძალიან ახლოს რეჟიმის ბუნება კიდევ ერთხელ ვმეორებ არის ეს ქაოსი სრული განუკითხაობა და მაქსიმალური კრიმინალი და მაფიოზული გარჩევები და ასეთ შემთხვევაში რეჟიმი არინდობს მის თავარ საყრდენებსაც კი და მჯერა რომ ამას ვიღაცები ნელ-ნელა აუცილებლად გააცნობიერებენ ან უკვე აცნობიერებენ და რაღაცა შესაბამისი ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგმული ჩვენ სამწუხაროში მაცხოვრებელი ადამიანების უმრავლესობა რომელიც უკვე დიდი ხანია ხვდებით რომ ესე ცხოვრება არის წარმოუდგენელი და რეჟიმი აუცილებლად უნდა ჩამოიშალოს ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და იმ ადამიანებმაც რომლებიც ეხლა მთავარი საფრთხის ქვეშ არიან ალბათ ჩვენ შეგუებულნი ვართ იმას რომ საფრთხის ქვეშ ვართ ცემატყებასაც დაჭერასაც რა ვიცი ათას უბედურებასაც მაგრამ რეჟიმი ეხლა სხვა ხალხზეც გადავიდა ამ სხვა ხალხმაც უნდა მიხვდეს ეხლა რომ თუ ხმას არ ამოიღებენ მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ხვალ კარზე მიუკაკუნებს რეჟიმის რეპრესია და ათასი უბედურება